გლეხებმა იციან წუწუნი. წელს არაფერი არ იყო მოსავალი, ვისაც არ უნდა შეეკითხო, ყველა ასე გიპასუხებს. მე არ მიყვარს წუწუნი. აი თუ არის. გურულები ამბობენ, არ შობა. ჩემცას რეიზა შობა, შეცად. არ ვარ წელს ისეთი კმაყოფილი, როგორი ჩარშა, მესამე მოკრეფაა. მაგრამ რა მაქვს დასაწუწუნებელი, არაფერი არ მაქვს, სათესლე კარგი მაქვს. არც ერთი ცალიდან არ ავიღებ თესლს ისე თუ დარწმუნებული არ ვარ რომ კაია. ასე ვედროებში ჩავაწყობ, ახლა ხელს არ ვახლებ 1-3 დღე. სიგრილეში დავალაგებ და კარგად დამწიფდება. ზოგიერთი ცოტა დაიწყებს დალპობას. აი ნაპრალები აქვს ზოგს, დასხდება და იქნება კარგად დამწიფდება. ძალიან ცხელა დღეს და გუში რაცა საშინელი სიცხეა და ამიტომ მოვარიდებ, მირჩევნია მოვკრიბ. და მირჩევნია სიგრილეში შევინახო, კარგად დამწიფდება და ავიღებ თესლს. ასეთი ნაყოფებისგან. მარტო კარგი რაცაა იმისგან. მინდა ახლოს გაჩვენო, როგორია. მადლი, სუნი რომ აქვს ისეთია. მარმელადი ვით. არც არმატურები აქვს, არც არაფერი. ადასტარები. არც ეს წვრილები არაა ცუდი. ასე რომ თესლი გვექნება. მომავალ წელს. გაზაფხულზე ჩითილიც გვექნება და თესლი. წელს ბევრი შეცდომა დაუშვი, რამდენიმე შეცდომა დაუშვი. ერთი რომ შარშანდელი გამოცდილებით ბუჩქებში შევიდე. აქეთ ბროწეულები მაქვს. აგერ აქეთ ასე სულ ცხილებში და ბროწეულებში შევიდე ჩიტავაშლები მაქვს და მოვაფარე ვითომ ჩემი ჭკუით მზეს. მაგრამ აიწოცა და ზევიდან გადაუარა ბროწეულის ბუჩქებს იმ სიმაღლეები გახდა. არ გამოვიდა კაი. სარი არ მქონდა შარშან და იყო გადაბარდული. წელს კაისარები ჩამომიტანა მამაჩემ აკაციის და ის გაუკეთე, მაგრამ მაინდა-მაინც იმან უფრო აჯობს. იმ გადაბარდულმა უფრო შეინახა. და ამ ბროწეულებში გამორგვამ არ ივარგა. თლათ მზის გულზეც არ ვარგა, მაგრამ თლათ მზეზეც არა კაი. აი ესე ნახევარი ჭრილი უნდა კონდეს. დილის მზე უნდა ხდებოდეს და აი ნაშუადღევის ეხლა მწველი მზე რომაა, ისეთი ნაკლები უნდა იყოს. არ უნდა თლათ მცხულვარე მზეზე არ უნდა. ძალიან მოსწონს კედელთან. ახლა აგერ ანახე. ამ ღობეებთან, ჭიშკრებთან და კედლებთან უფრო დაცულია. რაღაცა მომყუდროებულია, მაგრამ ამეტარი ჭრილმაც არ გაამართლა. რა ჭრილში მოხდა, იმას წვრილები ეს. არ ამ სიმაღლეები აიწოცა, ახლა შეხედით. ახლა ეს მეორე მოკრეფაა და კიდე ერთი მოიკრიფება და მეტი მგონი წელს აღარ იქნება. შეხედე რამ სიმაღლეებია. ეს აღარ მოასწრებს, რა ვიცი. ზემ გაახუჭა ცოტა გაფუყებულია. ძალიან სიცხეა დღეს, ასეთი სიცხე სექტემბერში არ უნდა იყოს. რა ვიცი, ეს რაცა ფუშფუშა არა, ძიმი არა. ფლატკაი არა მე მგონი. არა უშავს, თესლი გვექნება. ეს სხვათა შორის იული საქმე არა. გარანტირებულად თესლი რომ გაქვს, უკვე მომავალი წელი გარანტირებული გაქვს და იცი რომ ნამდვილად გექნება მომავალ წელს და რომ არ გაქვს თესლი რასიზა ვერაფერს ვერ იზამ. ერთხელ ჩვენთან ხანძარი გაჩნდა. აქა დიდი ხანძარი გქონდა. გაზი შემოყავდათ და ჩავარდა ნაპერწკალი ჩვენ სახელოსნოში და ჩვენი ქალები გარბოდნენ გარეთ. თხოვე რომ თანამშრომლებს რომ შეიკრიბეთ მეთქი გარეთ, მეშინოდა რომ რამე არ მოწეოდა. და რომ გავედი თესლების ყუთზე იჯდა მართავებო. ხო და რაზე წამოგიღია მეთქი ეს თესლები და რას ამოქო? ყველაფერს ეშველებაო და თესლი თუ არ გაქვს რას იზამო და მაშინ დავფიქრდი ამაზე. თესლი თუ არ გაქვს მე ბაღე ვერაფერს ვერ იზავს და ახლა ის თუ ხარ იურისტი მაშინ რა გიჭირს? თუ ვინმე გეტყვით რომ თქვენი ყვავილები იყვავილებენ სასუქის გარეშე, ესე იგი მოგატყუათ. ყვავილობას ყველაზე დიდი ენერგია სჭირდება მცენარეებში. ძალიან დიდ ძალას ხარჯავს მცენარე რომ ასე იყვავილებს. თითოцали გერანია ეხა ჩარგული. ბალბაა ჩარგული ეხა ამ ქოთებში და ნახე როგორი სანახავია. როგორ ყვავის. ამას დიდი ენერგია უნდა მოახმაროს მცენარე.
სასუქის გარეშე ეს არ გამოდის. 10 წელია ვუტრიალებ ამ რეცეპტს. 10 წელი. და ჭინჭრისგანაა გაკეთებული, საუცხოო ელექსირია. იმისთვის რომ თქვენმა მცენარეებმა კარგად და უხვად იყვავილონ, იმისთვის რომ ჯანმრთელად იყვნენ, იმისთვის რომ კარგად გაახაროთ, ხასხასა ფოთოლი ქონდეს, ამისთვის აუცილებლად ჭირდება სასუქი. ორგანული სასუქია, პატარა 150 გრამიან ჭიქებში გვაქვს, ჭურჭელში გვაქვს და 250 გრამიან ცოტა ტარხუნის ლიმონადს კი გავს ის. კონცენტრირებული ჭინჭრის ექსტრაქტია. უვნებელი, რა თქმა უნდა, ბუნებრივი საკვებია და ძალიან ეხმარება მცენარეებს. დაყვავილების შემთხვევაში უნდა გააცალოთ ეს დაყვავილებული ფოთლები, ღეროები, ეს უკვე ასუსტებს, მეც არაფერს აღარ აკეთებს. ყვითელი ფოთლებისგან გაასუფთავებთ, გაალამაზებთ, ცოტა აუჩიჩქნით. აი როგორი ფხვიერი მიწა აქვს. მიწაც კარგი უნდა გქონდეს, თლათისი არ არის რომ მარტო სასუქის ხარჯზე. კარგად აუფხვიერებთ, 1 ლიტრ წყალში გახსნით 10 გრამს. მე დაახლოებით თვალით ვიცი ეს როგორ არის და რანაირად. 10 გრამი არც ისე ბევრია, ცუდი სუნი არ აქვს და მორწყავთ. მეტი არაფერი ფილოსოფია ამას არ ჭირდება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბოსტნეულისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ საივნე კონტეინერებისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბაღში ხეხილთან შესასხურებლად, არაჩვეულებრივია. მავნებელ დაავადებებს არ ებრძვის. ეს არის მხოლოდ საკვები. ეს უნდა გავყოთ ერთმანეთისგან. უკეთესი საშუალება ჯერ არ გაგონილა, რა ვიცი. მე მხოლოდ ამას ვიყენებ, ძალიან ვფრთხილობდი ამის თქვენთან გაზიარებას, მაგრამ რადგან ეხლა ასე წავიდა საქმე და დადგინდა რომ ეს ნამდვილად კარგია, შემიძლია ამაყად გაგიზიაროთ და შემოგთავაზოთ. უკვე გვაქვს და შინაურებს უკვე ვაძლევთ, რა თქმა უნდა. ხმელი ფოთლებისგან გასუფთავება ეს ცალკე ამბავია. ფოთლოვან მცენარეებს მონსტერები გიждდება, აი რეზინეები გიждდება, ყველაფერი, ოთახის მცენარეები, გარეთ მცენარეები. შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე ფოთლებზე შესასხურებლადაც, გარე განიკვებისთვის. მაგრამ ასეთ შემთხვევაში თუ გარეგანად უნდა გამოიყენოთ, მაშინ უნდა გააზაოთ არა 10 გრამი 1 ლიტრ წყალში, არამედ 5 გრამი. და ჩვეულებრივად შესასხურებლით შეასხურებთ. ეს არის სულ, ისი თქმაც დღეს მინდოდა. მე მგონი რომ სასარგებლო ინფორმაცია მოგაწოდეთ. 2 კვირაში ერთხელ შეგიძლიათ გამოიყენოთ. 2 კვირაში ერთხელ როგორც თესვებში მისაცემად, ასევე ყვავილების და ფოთლების შესასხურებლად. ფოთლები გახდება უფრო პრიალა, უფრო ხასხასა, ჯანმრთელი და ჯანმრთელი მცენარე გაგახარებთ. აწერია ყველაფერი. გარდენიას ელექსირი დავარქვით. გარდენიას ელექსირი ჯანმრთელი მცენარეებისთვის, ორგანული კონცენტრირებული საკვები თქვენი მცენარეებისთვის. გააზავეთ 10 გრამი სითხე 1 ლიტრ წყალში, მორწყით მცენარე 2 კვირაში ერთხელ. შედეგს დაინახავთ მალე.